ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ 2014 წლის ბიუჯეტის მთავარი პრობლემა დიდი მოცულობის ვალია, რომლის გასტუმრებას მომავალ თაობებს მოუწევთ. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და მთავრობას ბიუჯეტთან დაკავშირებით უმცირესობის მიერ გამოთქმული კრიტიკული შეფასებების შეახსენა. მთავრობამ, რომელმაც მოახერხა ერთ წელიწადში გაეხარჯა ბიუჯეტში არსებული უსაფრთხოების ბალიში დაახლოებით 1 მილიარდ ლარამდე, რომელმაც წელს ბიუჯეტში ქონდა გარღვევა დაახლოებით 1 მილიარდი ლარი, რომელმაც დაგვაკარგინა უკვე ეკონომიკაში დაახლოებით 1,5 მილიარდ ლარამდე და რომელიც აპირებს, რომ მომავალ წელს აიღოს კიდევ დამატებით 2 მილიარდი ლარი არ იმსახურებდა ჩვენდობას. ერთი და მეორე მთავრობა, რომელმაც მოახერხა, რომ ერთ წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა აშენებულიყო დაახლოებით 3-ჯერ, მთავრობა, რომელმაც გააჩერა პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა, მათი ნაწილის დაწყებას ახლა გეგმავენ და მთავრობა, რომელიც გაცილებით ნაკლებს მუშაობს, ვიდრე მუშაობდა წინა მთავრობა, არ უნდა იღებდეს დამატებით ვალს იმისათვის, რომ საკუთარი ხელფასები გაიზარდოს 137 მილიონით. სწორედ ამ მოსაზრებების გამო ჩვენ არ დაუჭირებთ ხარი არც ამ მთავრობის შემადგენლობას, როდესაც შემოვიდა ეს პარლამენტში დასამტკიცებლად და არ დაუჭირებთ ხარი არც ბიუჯეტს, რომელიც წინაპირას შემოვიდა. ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტია კიდევ ერთხელ აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ ეკონომიკის შენელების დროს დიდი ვალის აღება და ამ ვალით საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსება არ არის სწორი პოლიტიკა და ეს გამოიწვევს ეკონომიკაში არსებული პრობლემების დროში გაწელვას და კიდევ უფრო გაღრმავებას. ჯაფარიძის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი. ხადურის განცხადებით, დღევანდელი მთავრობა წინა ხელისუფლების დროს დანგრეულ ქვეყანას აშენებს. ნაციონალურ მოძრაობამ თავის ვაზების მიხედვით, რომელიც აიღეს 500 მილიონი დოლარი სრულიად უტვინოთ, აი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ჩამოიტანეს 500 მილიონი დოლარი, მე რეკითხულობდნენ სად დავხარჯოთ ეს ფული და თავის თავს მიხედონ და თავის დანგრეულ ქვეყანას, რომელსაც ეხლა ჩვენ ვაშენებთ. ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე მოამზადა სპეციალური ტაიმლაინი, სადაც შესაძლებელია უმცირესობის მხრიდან 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ გაკეთებული განცხადებების ნახვა. დაინტერესებულ პირებს აქვე შეუძლიათ გაეცნონ ხელისუფლების საპასუხო განცხადებებს.